ეგ არის სასწავლო. დაიწყო ჩემი მოგზაურობა. გუშინ წინ ღამით დავიძალი ბრატისლავა ბუდაპეშტის მიმართულებით. სადავაწყო ჩემი ხვართი ფეხები. მიესალმა შენს მოგზაურ ძმას. ჩემი გეგმა მოტომოგზაურობის შესახებ ჩავარდა. მოტო ვერ გამიკეთეს, მოკლედ ხელოსნებმა. ითხრეს, რომ კიდე დრო ჭირდებოდა და ფინანსები რაც არ მქონდა, არც დრო და არც ფინანსები და გადავწყვიტე, რომ შემეცვალა გეგმები და დავიძარი ბუდაპეშტის მიმართულებით. გეგმა არის ესეთი. ეხლანდელი გეგმა არის ესეთი. ვიყიდო ველო და დავიძრა ველო მოგზაურობაში. ესპანეთის მიმართულებით. საფრანგეთი უნდა გადავიარო და ესპანეთში შევგრიალდე ველოთ. ეგეთი გეგმაა. გამოდის 1200 კილომეტრი დაახლოებით. ცოტა ისე დაიწყო დაბკოლებით მოგზაურობა. ამდენადაც შემეშალა ბრატისლავა ბუდაპეშტის რეისი. სხვა სადგურზე მივედი, ავტობუსით ბილეთი მქონდა ნაყიდი და თან ტელეფონი დამრჩა სახლში. და მოკლედ ერთ-ერთი ტელეფონი დამრჩა სახლში, ორი ტელეფონით მოძრაობ. და დაურეკე ჩემს მეგობრებს. მეთქი ესეთი ამბავია და ნავე მომაკითხეს, წავედით სახლში ტელეფონი, წამოვიღეთ ახალი ბილეთი, მიმიყვანეს სადგურზე, მაჭამეს, მასვეს, ჩამსვეს მატარებელში და წამოვედი, დავიძარი. ბუდაპეშტში უკვე ღამე იყო, რომ ჩამოვედი. მომიწია რამოდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა. ტაქსით რო არ მემგზავრა, ეხლა ბიუჯეტს ვფრთხილდები მაქსიმალურად და მოკლედ მეტრო, მატარებელი, მეტრო, ავტობუსი და ჩავედი აეროპორტში. შევიდე, წავედი, დავიძარი. დიდი მადლობა. იქიდან წვრინავით. მერე ველოთი. ნახე რაღაცეები ველოები და აი ველოები ვნახე, 1-2 ვნახე, აი ველო 150 ევროში დაახლოებით. აბალოებთან. აი რა, ეხა 1000 კილომეტრი აივლის და მე ამივაყიდი ამ აჩუქებ. რუსკა გავადაშები შევ. და ინგლისურად დავუწყე. საუბარი და არ წრეს ინგლისურად. მოკლედ მეტროში უნდა ჩახვიდეო ბიძიკო. ასე ადვილად კი ვერ მოხდებიო. მეტროში უნდა ჩახვიდეო და დრაგონი უნდა დამარცხო და მეთქი ოკეი. ხო, უნდა ჩავიდე მეტროში, უნდა ნახო მეტრო სადური ქობანია. ლოცი ქობალია. და ეს რა ქვია. ეგ არის რა. ბილეთები უნდა ვიყიდო კიდე, სავარაუდოდ. ვიყიდე თუ არ ვიყიდე რაღაცა დაიწრიფინა ტელეფონში. ეხლა უნდა ვნახო ქობანია. ერთი თავი მოვაჭერი ტრაკონს. გიგინეს ქარი ესე იგი
გავათიე ღამე, გავიარე პასპორტის კონტროლი, გავიარე ბარგის კონტროლი და ბარგზე შემექმნა პრობლემა ისევ. გადამახდევიეს ჯარიმა და -75 евро ბალანსზე. მონგრელმა ყაჩაღებმა გადამახდევიეს 75 евро არაფერში. იმიტომ რომ ბარგი მქონდა რაღაც ზომაზე დიდი თურმე. რაც გამაგებიეს ეხა მითხრეს, რომ გადმოგვეთა ყველაფერი და ჩასხლომეს წინ. გამთენიას უკვე ფრენა იყო, გამოფრინდით და ჩამოვედი შვეიცარიაში. აეროპორტში დამხვდა ჩემი ძმაკაცი, გიო, გერმანელი ბიჭი, მაგრამ არ ვიცი, ქართული სული და გული. და რა ვიცი, დაიწყო უკვე აქაური მოგზაურობა ჩემი. გუშინაც და დღესაც ქალაქში გამოვდივარ და ვათვალიერებ და აი ვთქვები აქაურებით რასაც ვია რა. საოცარი ქალაქია, საოცარი არქიტექტურით, საოცრად კოლორიტული. ნუ ეს არის, არ ვიცი, შვეიცარია არის ალბათ ელიტარული გერმანიის რაღაც ნაწილი თუ რა როგორ ვთქვა. მოკლედ ძალიან საინტერესო. და ეგ არის გუშინ ვათვალიერებდით ქალაქს, დღესაც გამოვედი, ეხა ვეცდები რომ ვიდეო დავამონტაჟო. Они в без 15:02 შემოგთავაზოთ რაღაც საინტერესო. Я думаю, если ты на Они куда собираются еще? во Фрайбург, он там 45 минут отсюда. И там тренировка, Миша? Меньше тренировка, а вы в город пойдете. Ясно. Чтобы ты город увидел, там красивый город. Да. Супер. Замечательно. И да, я ინტერნეტში შევარჩიეთ ველო და მეორე დღეს წავედით ველოს სახლად. чтобы вынести эти, вы почувствуя вот эти эмоции, но почувствуя эти эмоции, но потом соберись, да, как бы, потому что это не конец жизни. И вот Сатиев тоже, его мама ему говорила, проиграл, не вешай нос, а выиграл, не задирай нос. Точно, абсолютно. Weißt du, es ist hier auf 0 gewesen. Нормально? Думаю, да, брат? Да. Тоже думаю, что нормально. Хороший велик. Все, положили? Положили вот сейчас. Думаю, здесь поместится. Ну, что там? Супер. Отлично, брат.
იმავე დღეს დილით შევიძინეთ სამოგზაურო ჩანთები, ველოსიპედის ჩანთები, გვერდებზე დასამაგრებლებით დეკატლონში და მოვარგე ჩემს ველოს.